ამ წუთებში ენერგეტიკის მინისტრი ხონში გაზიფიცირების სამუშაოს ეცნობა, პირდაპირ ეთერში ვთავთ ხონს. მოგესალმებით. მივესალმები ხონის რაიონის თითოეულ მაცხოვრებელს. თქვენ გახსოვთ ადგილობრივი არჩევნების დროს, როცა თქვენთან შეხვედრები გქონდა, შეგვირდით, რომ ხონის რაიონის გაზიფიცირება დაიწყებოდა 2015 წელს. შემუშავდა პროექტი და დღეს ჩვენ აქ შევიკრიბეთ იმისთვის, რომ დავიწყოთ ხონის რაიონის გაზიფიცირების სამუშაოები, რომელიც 6 თვეში იქნება დასრულებული. ჩემთვის პირადად წარმოუდგენელი იყო, რომ ფაქტიურად ქვეყნის გულში ასე მჭიდროდ დასახლებული რაიონი გაზმომარაგების გარეშე იყო დარჩენილი. ჩვენ ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან დავიწყეთ რეგიონების განვითარებაზე ზრუნვა. ამ პრიორიტეტის საფუძველზე ხდება ჩვენი დარგის მიმართულებით, მაგალითად ინდივიდუალური გამბეცხველიანება, გაზიფიცირება, უშუქო სოფლების ელექტრიფიცირება. ბოლო 2 წლის განმავლობაში დაახლოებით გაზიფიცირებულ იქნა 85,000 აბონენტი. გამრიცხველიანებაზე დაიხარჯა დაახლოებით 40 მილიონი ლარი. უშუქო სოფლების ელექტრიფიცირებაზე დაახლოებით 6 მილიონი ლარი. ასევე ჩვენ განვახორციელეთ ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლების გაზიფიცირება. მოხდა 57 სოფლის სრული გაზიფიცირება. საქართველოს ყველა ქალაქს თუ სოფელში მოსაწესრიგებელია კომუნიკაციები, მოსაგვარებელია ცხოვრებისთვის ნორმალური თანამედროვე პირობები არის შესაქმნელი. ეს არის ის უმძიმესი წლობით ნაგროვები, სოციალური მემკვიდრეობა, რაც გვერგო წინამორბედი ხელისუფლებისგან. ჩვენ გვაქვს პრეტენზია და ამბიცია, რომ ვაშენებთ განვითარებულ თანამედროვე სახელმწიფოს. მარტო დემოკრატიულად ჩატარებული არჩევნები, მარტო ძალადობის აღმოფხვა, სამართლებრივად წელში გამართული ქვეყანა ვერ იქნება სრულყოფილი და ვერ წავა წინ, თუ ეკონომიკა არ დადგა ფეხზე, თუ ბიზნეს არ ექნა ხელშეწყობა. და ამ მიმართულებით ხელისუფლება ძალიან ბევრს მუშაობს, რომ ბიზნესს ყველანაირი პირობები შეუქმნათ იმისთვის, რომ მოხდეს რაიონებში, ქალაქებში, რეგიონებში ადამიანების დასაქმება. მთავარი პრიორიტეტი არის ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის კეთილდღეობაზე ზრუნვა. ჩვენი ამოცანაა ქვეყანაში რამდენიმე წელიწადში არ დარჩეს არც ერთი რაიონი, არც ერთი ქალაქი, სადაც არ იქნება ელექტროენერგია, სადაც არ იქნება გაზი. ჩვენი ევროპასთან ეს იყო პირდაპირი ჩართვა ხონიდან, სადაც გაზიფიცირება